ქართველი დიზაინერები მედმოდაზე იტალიაში მოდის საერთაშორისო ფესტივალზე საქართველოს შორენა მარცვალაძე და თამარ ქირია წარადგენენ. დეტალები ნახეთ მერაბ კაპანაძისა და მალხას ხუნდაძის რეპორტაჟში. ქართველი დიზაინერი შორენა მარცვალაძე, რომელიც შერონ მარის სახელით არის ცნობილი, იტალიის საერთაშორისო მოდის ფესტივალ მედმოდაში მონაწილეობისთვის ემზადება. ქალი წარსულიდან, ასე ქვია, კოლექციას, რომელსაც დიზაინერი ფესტივალზე წარადგენს და იგი მე-18 საუკუნის მანდილოსნების ხაზს მოიცავს. ხალი მომავლიდან ამიტომ უწოდე ჩემ კოლექციას, რომ მე-18 საუკუნის დეტალები ავიღე 21 საუკუნეში და ხედავ ქალს, ანუ ისევ ქალად და ხა მოგეხსენებათ წლევანდელი მოდა ცოტა შეცვლილია ქალის ხაზით გულისხმობ და მინდა რომ ჩემ კოლექციით გადმოვცე რამდენად ქალი, რამდენად ნაზია, რამდენად სილუეტი მინდოდა ყოფილიყო ქალის. 21 საუკუნის მანდილოსნებზე მორგებული მე-18 საუკუნის ჩაცმულობა ნაზი, მიმზიდველი, მკაცრი და რაც მთავარია ქალური. ასე ახასიათებს დიზაინერი კოლექციას, რომელზეც უკვე 3 თვეა მუშაობს. ჩემ კოსტუმებში, ყველა კოსტუმში იგრძნობა ქალის ხაზი, აი სინაზე, ანუ სინაზე, სიმკაცრე ყველაფერი მაქვს ერთად აღებული. არც ერთ ჩემ კოსტუმში არ მეორდება, ანუ ერთი კოსტუმის ნაჭერი მეორე კოსტუმზე, არც ერთში. აუცილებლად მირჩევნია იყოს მრავალფეროვანი, მაგრამ კრავ კონტურს. კოლექცია 13 კოსტუმს აერთიანებს, მათგან უმეტესი ნაწილი უკვე დასრულებულია. საკუთარი კოლექციიდან ყველაზე მეტად ერთს გამოყოფს, რომელიც როგორც ამბობს, კოლექციის ჩვენებას დახურავს. რაღაც ცოტა იდუმალი მინდოდა ყოფილიყო, საინტერესო მინდოდა და ამას უკანაც ძალიან საინტერესო დეტალი აქვს. დება პლისეში, ესეა. ამის ფეხსაცმელი არის ის ოქროსფერი, რო განახეთ, ეს მისი აქსესუარებია. თითოეულ კოსტუმს აქსესუარები თავად შეურჩია. მრავალფეროვან და ერთ კონტექსტში გაერთიანებულ კოლექციას შესაბამისი ფეხსაცმელი, სამკაული და აქსესუარი დიზაინერმა თავად შეუქმნა. ეს არის ჩემი ხელით მოკარგული, ამას აქვს თავისი თავზე გასაკეთებელი. მე ვფიქრობ, რომ მე-18 საუკუნის დეტალებში ძალიან საინტერესოდ ჯდება ეს ყველაფერი. ასევე ეს არის კორსეტი, რომელსაც შევუხამე ეს და ეს ერთმანეთს. მედმოდაში 6 ქვეყნიდან 12 დიზაინერი მონაწილეობს. საქართველოს სახელით შერონთან ერთად მოდის ფესტივალზე უცხოეთში მოღვაწე ქართველი დიზაინერი თამარ ქირიაც მონაწილეობს. ის მედმოდეს მონაწილე უკვე მეორედ ხდება. იტალიის საერთაშორისო მოდის ფესტივალი ქალაქ ალტანისეტაში 11 აპრილს გაიმართება.